გავრცელებული ფორმა ეს საპარლამენტო არჩევნების წინ უფლებადამცველთა გაერთიანებამ გაუგზავნა მიმართვები არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საპროცესო შეთანხმებების იძულებით გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების გადახედვასთან დაკავშირებით და თავად ამ ინსტიტუტის საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის საერთოდ გაუქმებასთან მიმართებაში. 8 სუბიექტმა გამოთქვა თავისი პოზიცია დადებითად ამ კუთხით, რომ ისინი მზად არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ პროცესებში, რომ და საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელონ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რომ გადაიხედოს ეს საპროცესო შეთანხმებები ძალადობით გაფორმებული და აგრეთვე მოხდეს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის საერთოდ გაუქმება. აღნიშნული კუთხით თავისი პოზიცია დააფიქსირა ქართულმა ოცნებამაც, მათ საერთოდ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმებაზე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს, თქვეს რომ რეალურად არის გარდაქმნა ამ ინსტიტუტის, ხოლო თვითონ საპროცესო შეთანხმებების გადახედვასთან დაკავშირებით მათ განაცხადეს, რომ ისინი იზიარებენ ამ პოზიციას და ფაქტიურად ზაობა გამოთქვეს იმისა, რომ როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ განახორციელებდნენ აი ამ საპროცესო შეთანხმებების გადახედვას. მე ხელთ მაქვს აი ქართული ოცნების მიერ გამოგზავნილი წერილი უფლებადამცველთა გაერთიანების სახელზე, ხელსაწყეს ნოდარ ხადური და აქ არის აღნიშნული, რომ ისინი თვლიან, რომ ძალადობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმებები უნდა იქნას გადახედული. დღეს ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ამნისტიასთან დაკავშირებით, საჯელთა შეკრებითობის გაუქმებასთან დაკავშირებით და აგრეთვე უკანონოდ გასამართლებულ პირებთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად არაფერი არ ითქმა დღემდე და არც თქმულა ამ ძალადობით გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებებზე. აქედან გამომდინარე ჩვენ მოუწოდებთ ქართულ ოცნებას, კოალიცია ქართულ ოცნებას, რომ მათ არ დაივიწყონ ის დაპირება, რომელიც მათ ჩვენთან გამოგზავნილ წერილში დააფიქსირეს რეალურად და ეს აღიარეს და აუცილებელია რომ ეს შესრულდეს. ეს შეთანხმებების უმრავლესობა ფორმდებოდა იმ პერიოდში ძალადობით, ეს იყო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო. ჩვენ დღესაც ვიცავთ უამრავ ადამიანს, რომლებიც სწორედ აი ამ ძალადობით გაფორმებული საპროცესოების მსხვერპლი გახდნენ და თუ კი ეს არ განხორციელდება საკანონმდებლო დონეზე, მაშინ ეს იქნება ძალიან დიდი იმედგაცრუება მოქმედი ხელისუფლების მხრიდან. თხოვნა არის ქართული ოცნების მიმართ, რომ მათ ის აღებული ვალდებულება, რაც აიღეს, შეასრულონ. ჩვენ უახლოეს ხანში ვამზადებთ მასალებს, თუ როგორ ხდებოდა საპროცესო შეთანხმებების შედეგად თანხების არა ბიუჯეტში მიმართულებით წასვლა, არამედ ჩინოვნიკების ჯიბეებში. ადგება საკითხი ამ თანხების დაბრუნებაზე, უამრავი ადამიანის რეაბილიტაციაზე. ამ საქმეების გასწორებას წლები დაჭირდება და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არჩევნების წინ, როდესაც ის დაპირებებს არიგებდა მოქმედი ხელისუფლება, ცოტა ადვილი იყო, მაგრამ შესრულებაც აცილებით რთულია. მე ძალიან კარგად მესმის პროკურატურის ის რესურსი, რაც დღეს არსებობს, ვერაფრით ვერ ეყოფა აი ამ საქმეების გადახედვას. აქედან გამომდინარე, საჭიროა დამატებითი ადამიანური რესურსი, დროც, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს.